შენ მე მეუბნები რომ მე მაქვს პრობლემა. არა, შენ გაქვს პრობლემა. შენ ჩაიხედე შენ შიგნით რა ხდება და მე მითხარი რომ პრობლემა მაქვს მე. ნაცნობი ფრაზა, ნაცნობი დიალოგია. ჩვენ ამას ეხა ფსიქოლოგები გაარჩევენ რომ ეს არის ნარცისისტული დიალოგი, რომ ერთი ნარცისი ელაპარაკება მეორე ნარცისი. სინამდვილეში ეს არის ტკივილით სავსე დიალოგი. როგორ იქნებოდა ეს დიალოგი სიცოცხლის ენაზე? როდესაც მეუბნები სიტყვებს, რომ მე მაქვს პრობლემა, მე სიტყვები უსაზღროდ მატკინს. მე სიტყვები უსასრულოდ მაბნევს. იწვევს ჩემში შფოთს, შიშს. იმიტომ რომ აღარ ვიცი, რამდენად შემიძლია დაგეყნო. აღარ ვიცი, რამდენად შემიძლია გენდო. არადამენდობა და საყრდენი მჭირდება შენგან. ამიტომ იმის ნაცვლად რომ მითხრა რომ მე მაქვს პრობლემა. შეგიძლია მაგის მაგივრად მითხრა რა გაწუხებს, ღიად. იმის გარეშე რომ თითი დამადო მე. რომელი კომუნიკაცია იქნებოდა შენი აზრით უფრო ეფექტური და მოიტანდა მეტ გაგებას და მეტ გათვალისწინებას. გადაწყვიტე შენ თვითონ.